ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. ჩვენ ისევ ერთად ვართ და რა თქმა უნდა განვაგრძობთ შოუ-ბიზნესური სიახლეების გაცნობას. მოდით ვნახოთ თუ რითი იყო საინტერესო 7 ნოემბერი ქართული და უცხოური შოუ-ბიზნესისათვის. დასრულდა მოსკოვის Fashion Week-ი, რომელშიც მონაწილეობა ორმა ქართველმა დიზაინერმა მაკა ასათიანმა და ავთო ცხვიტინიძემ მიიღო. ორივე კოლექციის ჩვენებამ საკმაოდ წარმატებით ჩაიარა. მაკა ასათიანის კოლექციის ჩვენებით დასრულდა Fashion Week-ი და მან საკმაოდ დიდი აღტაცება გამოიწვია. ამის შესახებ უკეთ გვესაუბრება პრომოუტერი ვანიკო თარხნიშვილი. და პირველ რიგში ყველაზე ძალიან მიხარია ის, რომ თვითონ ეს მოდის კვირეული, როცა მოდის კვირეული ძალიან განვითარდა და 16 დიზაინერიდან ეხლა 51 დიზაინერი მონაწილეობდა და კიდე ბევრად დიდად გამიხარდა ის, რომ აი ამ 51 დიზაინერს შორის იყო აგრეთვე ქართველი და ჩვენი მეგობარი ავთო ცხვიტინიძე, რომელსაც მიიღო მონაწილეობა პირველად ამ Fashion Week-ზე და ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა მის კოლექციას. მაკა ასათიანის ბრენდს აქვს ძალიან კაი დაფასება მოსკოვში და თვითონ მოდის კვირეულის მიერ. ჩვენ ბოლო დღეს დაგვინიშნეს ჩვენება, რომ დაგვეხურა ის მოდის კვირეული და ეს ძალიან დიდი პატივი იყო, ძალიან გაგვიხარდა. მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც რაც სასიამოვნო იყო ჩვენთვის თვითონ შეფასება, რაც მიცეს კოლექციას, რაც საქმიანად და პროფესიონალურად ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ რომ დასავლური მოდა შემოდის ახლა რუსეთში და მაკა ასათიანის კოლექცია აღმოჩნდა ერთ-ერთი სტიმულატორი, ერთ-ერთი ბიძგი აი ამ მოდის სწრაფად შემოსვლის. წარმოდგენილი იყო 35 კოსტიუმი და ჩვენ თანამშრომლობთ, როგორც მოგეხსენებათ, მაღაზია მარკესთან მისი გახსნისთანავე, ანუ მის გახსნაში, ამ მაღაზიის გახსნაში მივიღეთ მონაწილეობა რამოდენიმე წლის წინ და სულ თანამშრომლობთ ამ ბუციკთან და ამჯერადაც პირველ რიგში რაც პრიორიტეტით სარგებლობს ხოლმე ყოველთვის ბუციკი მარკი, რომ პირველი შეკვეთა მანდ გააკეთოს. ძალიან ბევრი ახალი კონტაქტი და კონტრაქტი გამოჩნდა. ეს მიანიშნებს იმას, რომ თვითონ რუსეთის კერძოდ მოსკოვის ტანსაცმლის მოდის ბაზარი ბრენდის მიმართულებით ვითარდება. ინფორმატორიდან იცით, რომ კომპოზიტორი მიშა ზაქარაიშვილი ალბომის გამოსაშვებად ემზადება. რამდენიმე სიმღერა უკვე ჩაწერილია. ამჯერად სანოსტუდიაში მომღერალი შორენა ყარყარაშვილი მიშა ზაქარაიშვილის კიდევ ერთ სიმღერას წერს. სიმღერის ტექსტი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის. მიშას სხვათა შორის ჩვენი მსმენელი და ჩვენი მაყურებელი ხალხი ჩვენი იცნობს სულ სხვანაირი მიმდინარეობით, ანუ ისეთი ქალაქური სიმღერებით და ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული სიმღერა, ეს არის ბოსანოვა. შორენამ შეასრულა ფანტასტიკურად. ასე სიმღერას მორგებაც უნდა და იმის ხასიათშიც უნდა შესვლა. მე გავუკეთე ამ სიმღერას არანჟირება და მინდა აღვნიშნო, რომ შორენამ თქვა, მაგრამ მაინც დავამატებ მე, რომ ეს არის სოცხალი შესრულება აკუსტიკური ინსტრუმენტების და არანაირი ელექტრონული ინსტრუმენტი არ არის გამოყენებული შიგ. და მონაწილეობენ ისეთი ჩვენი პროფესიონალი მუსიკოსები, როგორიც არიან ნოთარი მაღრაძე, შოთა ჯამბურია, ნუგზარ მაისაშვილი, უჩა კორძაია, დათო ჯაფარიძე და სინებიანი ჯგუფი ყავს ვიოლინოები და ასე შემდეგ ალტი და ჩელო გამოყენებული. ეს სიმღერა მე დიდი ხანია მაქვს შექმნილი, ველოდებოდი აი ვის ემღერა. და რატომღაც აი ერთი და იგივე მომღერალი, აი ცნობილ მომღერალს ამიტოდა რომ ემღერა. ეხლა შორენა არის ყველა იცნობს შორენას, არა მარტო თბილისში, მე მომის საქართველოში, მაგრამ ესე როგორც მე მინდა ისე არ ჩანდა და აი ესე რა ვიცი, ბრწყინვალე მე როგორც მინდოდა ისე ჩაწერა და
არ ვიცი რატომ ვერ მოვერიედას სად ხარ სად ახლა მომავალში ვაპირებ კლიპის გადაღებას. მე მგონი ყველაფერი კარგად იქნება, მთავარი მშვიდობა იყოს. თავარი შენახა. დავაპირებთ კიდე გვაქვს ეგეთი პროექტი, რომ გავაგრძელოთ ესეთი ცოცხალი ექსპერიმენტები, რომლებიც პირველ ეტაპზე წარმატებით დამთავრდა. თუ თქვენ გაინტერესებთ ქართული მხატვრობა და გსურთ გაიგოთ თუ რა ხდება ამ სფეროში ჩვენთან, გთავაზობთ სიუჟეტს გაეროს შენობაში გამართული ქეთევან ხეიზის პერსონალური გამოფენიდან. მეორე პერსონალური გამოფენა პირველი მქონდა 18 წლის უკან, მაშინ პატარა ვიყავი მერანის საგამოფენო დარბაზში და ეს ჩემთვის ძალიან დიდი დღესასწაულია. აი ამ ჩემ სამყაროში, პატარა სამყაროში ახლა შეიძლება ძალიან ისია ნათქვამი, ჩემს ვაფარებ თავს, როდესაც მიჭირს, აი. ინფორმატორის გადამღებით ჯგუფი ძველ გალერეაში გუგა კოტეტიშვილის ფოტოგამოფენას დაესწრო. კუნძული, რომელიც სექტემბერში განხორციელდა აზერბაიჯანში, კასპიის ზღვაში, კუნძულ ნარგინზე. საერთაშორისო პროექტი იყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართველმა, აზერბაიჯანელმა, ლიტველმა, ლატველმა და ფრანგმა მხატვრებმა. ძალიან საინტერესო იყო ამის პროექტის შედეგებს ვნახავთ ცოტა ხანში, როცა დაიბეჭდება კატალოგი, გაკეთდება ფილმი და გაკეთდება გამოფენა, რომელიც ქრონიკას პროექტის მიმდინარეობისას აჩვენებს. ხატვარი მე არ დავარქმევ ჩემთვის ფოტოგრაფს, ამჩნევ და იმას აფიქსირებ. ყოველთვის ვთქვა, ჩემი ფოტოგამოფენა, რაც ადრე მქონდა ინდოეთის, ეგ არის მხატვრის მიერ ანუ ჩემი ესთეტიკა, რომელსაც მე ვთავაზობ. ეგ სახლი იძლეოდა ამის საშუალებას, იმიტომ რომ ეს რაღაც პასტელური ფერები, რაც ახლა უკან ჩანს, ხო? ეგ იყო ძალიან ქარისგან, იმიტომ რომ კუნძული, იქ უბერავს, საშინელი კლიმატია და ბევრჯერ გადაღებილი იქ საღებავი, რომელმაც ამ დრომ და ამ კლიმატმა ეგ ფაქტურა დაადო ამ სახლს და შემგან მოხდა მხოლოდ ამის დაფიქსირება. მე რო დავდივარ, ეგეთ რამეს ვხედავ ჩემთვის. და ეს ფოტო გაძლევს იმის საშუალებას, რომ სხვას დაანახო შენი ხედვა, რაზეც შენ რა ვიცი, кайფობ ასე. აი რაც აქ თქვენ ნახეთ, ეს აბსოლუტურად შეუფერადებელი. ეს არის ნამდვილი ფერწერული ფოტოები, მე ასე მგონია. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.